ჩემი სიტყვა დღევანდელი ეკუთვნის სოფლებს და კერძოდ ამ სოფლებში მდებარე კულტურის სახლებს. არსებობს ყავის სახლი, ლუდის სახლი, ხინკლის სახლი, ღვინის სახლი, ვისკის სახლი. ვიღაცა ჯიგარმა, კარგმა ადამიანმა 100 წლის უკან დაახლოებით იფიქრა და დაარსა კულტურის სახლი. და ეს კულტურის სახლები დღეს ან ფუნქცია დაკარგულია და საქელეხე დარბაზად არის ქცეული და ბოსლად არის, ან საერთოდ არ არსებობს. აი ეს 90-იან წლებში ყველანაირი გაგებით შავი საბანი რო გვეფარა, გადაეფარა ამას ყველაფერს შავი საბანი და არაფერი არ ტარდება იქ. მე ვფიქრობ, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და რომელიც სოფელში დაიბადა და გაიზარდა, რომ ძალიან დიდი სხვაობაა თუნდაც რაიონულ ცენტრსა და სოფელს შორის და ყველა კულტურული ღონისძიება ტარდება რაიონულ ცენტრებში და ეს ვიცით, რომ დიდი ნაწილი ქალაქებშია და მათ შორის უდიდესი ნაწილი თბილისში, მაგრამ რა ნაწილიც არის დარჩენილი სოფელში, თუნდაც 10 ბავშვია, თუნდაც 15 ბავშვია, აუცილებელია იმათთვის ჩატარდეს კულტურული ღონისძიება თვითონ სოფელში. და ბოლოს ვიტყოდი, რომ აი ჩემ დედაქალაქს არ ეწყინება, ნიჭის სხივები ანათებს აი ასე. გარშემო, სადაც ნაკლები საცობია, სადაც ბუნებრივი გეოგრაფიული გარემო მეტად გვიწყობს ხელს და სადაც მეტი თავისუფლებაა და სადაც მეტი შანსია გამოამზღავნოს ადამიანმა თავისი ნიჭი და მე მგონია, რომ ეს კულტურის სახლები უნდა გაიხსნას და თვითონ ადგილზე უნდა ჩატარდეს კულტურული ღონისძიებები აუცილებლად.